მოგზაურობის გავდონა პირველ რიგში მინდა გკითხოთ რა თქმა უნდა დამატებით სიებზე რომელიც დგება პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით როდიდან დაიწყება უშუალოდ ამ სიებზე მუშაობა დაწყებული არის უკვე და რა ანუ განსხვავებული ფორმატით იქნება თუ არა მუშაობა რა პრინციპებით იქნება ამ შემთხვევაში მოგესალმებით თქვენ იცით რომ მეორე ეტაპი ეს უკვე დიდი ხანია იყო გამოცხადებული რომ უნდა დაწყებულიყო ვინაიდან ის დრო რა დროც გამოაცხადა პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დროთ იმისათვის რომ ყველა პირს ვისაც აქვს პრეტენზია რომ პოლიტიკური პატიმარი ან პოლიტიკურად დევნილია მისცემოდა საშუალება მოემართა კომიტეტისთვის ამ დროში შემოვიდა 60-ზე მეტი 80-მდე განაცხადი და ბუნებრივია თავისთავად საჭიროა ამის განხილვა. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება რომ გაგრძელდეს მუშაობა, თუმცა მეორე პარტია ამ მეორე სიებს გაცილებით უფრო ალბათ შრომატევადი იქნება და ბევრი დრო დაჭირდება ვიდრე წინა სიებს, ვინაიდან თქვენ იცით რომ წინა სიები განსხვავებით ამ ახალი სიებიდან უფრო მეტად ცნობილი საქმეები იყო და ის საქმეები რომელზედაც მთელი საქართველო იყო ფაქტიურად საქმის კურსში და შესწავლილი ქონდა ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას ეს არის ახალი საქმეები რომლის საქმის კურსშიც ჯერ ჩვენ თვითონ არა ვართ არ ვიცით რა საქმეებია იქ ამისი ნახვა ალბათ იანვარშივე მოხდება მაგრამ სავარაუდოდ შუა რიცხვების შემდგომ მოხდება ჯგუფის მუშაობის დაწყება მაგრამ მაინც ძალიან კარგია ის რომ ყველა ადამიანს რომელსაც აქვს პრეტენზია რომ არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მიეცემათ საშუალება იმისა რომ კომისიამ განიხილოს მათი საქმეები და შესაბამისად ან დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მათ წინადადებას ცნობილი სახეები არ ვიცი, ერთადერთი ვიცი ის რომ ხელახლა მოხდება კოჭოია საქმის გადახედვა და ეგრეთ წოდებული კოჭოია საქმის გადახედვა და განხილვა, თქვენ ამ საქმის შესახებ იცით და აღარ ვილაპარაკებ რა საქმეა ეს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ დადებითად აკმაყოფილოს. დიახ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ხელისუფლების მხრიდან იყო გარკვეული კითხვები ეს ადამიანები უმძიმესი ბრალდებებით არის დაკავებული და ამიტომ ხელისუფლებამ მეტი სიფრთხილე გამოიჩინა ამასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა გითხრათ რომ ყველაზე არასაკმარისი მტკიცებულებები უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არ არსებობს იურიდიული მტკიცებულებები ამ საქმეზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ხელისუფლებამ გამოიჩინა უფრო მეტი სიფრთხილე და თქვა რომ მასზე აქვთ კითხვები და სანამ ეს კითხვები არ იქნება ამომწურავად გაცემული, მანამდე ეს საქმე ვერ იქნება შესული ამ ნუსხაში. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა ის, რომ მოეხსნას ამ და ამ ტიპის საქმეებს გრიფით საიდუმლო, რომელიც დღემდე ადევს გაურკვეველი მიზეზების გამო და გრიფით საიდუმლოს მოხსნის შემდგომ კიდევ უფრო ნათელი გახდება, რასთან მქონდა საქმე. ასევე ასეთი გრიფები უნდა მოეხსნას ეგრეთ წოდებული ენვერის საქმეს, ესეც თქვენ კარგად იცით და ყველა იმ საქმეებს, რომელსაც დღემდე ედოთ გრიფით საიდუმლო. სწორედ აი ამის გამო, იმიტომ რომ ესენი არის საიდუმლო საქმეები, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძველი ჩინოვნიკები, რომლებმაც თავად მიიღეს მონაწილეობა ამგვარი საქმეების შექმნაში, ესე ვთქვათ, შეკერვაში ეს ადამიანები დღესაც ხელისუფლებაში არიან, თანამდებობები აქვთ და სწორედ ისინი ლობირებენ იმას, რომ ეს საქმეები არ იქნეს იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში მყოფი ჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე ღებულობდნენ მონაწილეობას კოჭოიას საქმეში და დღეს ისინი იცავენ თავიანთ თავს, იმიტომ რომ ბუნებრივია როგორც კი კონკრეტულ გვარებით სასახელებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მე ზუსტად არ ვიცი ვინ ლობირებდა იმას, რომ ეს საქმე არ მომხდარიყო პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ როგორც კი გაიხსნება ეს საქმე და როგორც კი წავა გამოძიება, მაშინვე გამოვლინდებიან ყველა ის პირი, რომელმაც ეს ესე ვთქვათ, ფალსიფიცირება გააკეთა ამ საქმის. და რა თქმა უნდა, თუ არსებობს სამართლიანი ქვეყანა, დადგება მათი პასუხისგებლობის საკითხი. ბუნებრივია, ეს ადამიანები იცავენ თავს და ბოლო წუთამდე იბრძვიან იმისათვის, რომ ესეთი საქმეები არ გახდეს საჯარო. თქვენ იცით, რა წინააღმდეგობა ჰქონდა წინასიებსაც ზუსტად იგივე პრობლემა აქვს. როგორც კი ეს ხალხი გამოვა გარეთ და მე მინდა გითხრათ, რომ 13-ში 10 საათზე ხედი პოლიტპატიმრები თავისუფლდებიან. პირველი პრესკონფერენცია მათი იქნება
ჩატარდება ჩვენ ჯერ სავარაუდო ადგილი ვიცით, მაგრამ და ამიტომ შევიკავებ თავს დავასახელო ის ადგილი, სადაც ჩავატაროთ, მაგრამ თუმცა დასამალი აქ არაფერი არ არის. ოკუპაციის მუზეუმში სურთ მათ, რომ ჩაატარონ ეს პრესკონფერენცია და მათი მოთხოვნაც, როგორც მე ვიცი, არის ის, რომ ამ საქმეებს მოეხსნათ გრიფით საიდუმლო და ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება წარდგნენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ჩვენ სწორედ რასაც ველით იმას, რომ ჟურნალისტების მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ამას და ასევე ამ სასამართლო პროცესების გაშუქებას. თქვენ იცით, რომ კანონი უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ შესაძლებელია კამერებით გადაღება და მე მგონია, რომ სწორედ პირდაპირ ტრანსლირება უნდა მოხდეს ასეთი საინტერესო საქმეებისა. იმავე დღეს არა, ჩვენ ვიცით, რომ ახლა ეს არის წლები ამ ხალხს ოჯახები არ უნახიათ, გამოვლენ ისინი 13 და 14 მათთვის იქნება ალბათ უფრო დასვენების დღეები და 15-დან დაიწყება პრესკონფერენციები და ასევე სხვა საინტერესო შეხვედრები, რომელიც მათ ექნებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე სხვა შეხვედრები. პოლიტდევნილებთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ უფრო განსხვავებული რეჟიმია, ვიდრე პოლიტპატიმრებმა, ან პროკურატურა უნდა შევიდეს სასამართლოში და ასე შემდეგ, ანუ მათი გამოშვება, უბრალოდ მათი დევნის შეწყვეტა უფრო გახანგრძლივებული პროცედურა იქნება, ხოლო პოლიტპატიმრებისთან მიმართებაში თქვენ იცით, რომ ხელისმოწერის თანავე შედის, გამოქვეყნების თანავე შედის ძალაში, ანუ 13-ში 10 საათზე ესენი უკვე გათავისუფლდებიან. ამ ახალ ეტაპზე პოლიტდევნილის სტატუსი ითხოვს იგორ გიორგაძე, ლევან მამალაძე და რამდენიმე სხვა აუდიოზიური ფიგურა, რომლებიც შევარდნაძის მმართველობის დროს საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც ეკავათ და საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებში იყვნენ ხილებულნი. რა შანსები აქვთ მათ, რომ თქვენმა კომისიამ დადებითად დააკმაყოფილოს? მე ახლა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებს 12 წევრი კომისიისა ამ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა საქმეს შეისწავლის და აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა პასუხი. ჩვენი ინტერესებია გამოვავლინოთ, იყო თუ არა პოლიტიკური დევნა მათ წინააღმდეგ და ჩვენს ინტერესებში შედის ასევე ის, რომ ყველა ეს პირი წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, ანუ საზოგადოებამ იცოდეს ის ტყუილმართალი, რომელიც ამ საქმეებს თან ახლდა. აი მათ ოდიოზურობასა თუ მათ პიროვნებას თან ახლდა, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ამ პროცესებში იყოს მაქსიმალურად ჩართული მედია და პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე მაინტერესებს, რომ ყველა ეს საქმე, რომელიც მათ წინააღმდეგ იყო აღძრული, ეს იყოს სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილული და გაშუქებული. პირადად თქვენი დამოკიდებულებაც რომ გითხრათ უშუალოდ იგივე იგორ გიორგაძეზე, ლევან მამალაძეზე, რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში ამ ადამიანების საქმის განხილვა და ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითონ ეს ფაქტი გარკვეულწილად დისკრედიტაციას უწევს მთლიანად პროცესს, რომელიც პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თქვენ წამოიწყეთ? პოლიტპატიმრების სხვა არის, მოდით თქვათ და პოლიტიკური დევნილების სხვა არის. ეს ორი სხვადასხვა თემაა და ერთმანეთში ნუაურებთ. პატიმარი ნიშნავს, თორსა ციხეში იმყოფება და დევნილი, როდესაც ქვეყნის გარეთ არის პირი. ქვეყნის და დევნილების შემთხვევაში თქვენ იცით რა იყო ჩვენი კრიტერიუმი, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებაც ამ ადამიანებს მიანიჭეს პოლიტდევნილობის სტატუსი, ჩვენ უბრალოდ ამ ავტომატურად ამას ვცნობდით და ვამბობდით, რომ მათ უკვე სხვა ქვეყნებში მინიჭებული აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ გვარებს. ამ ადამიანებმა ჩათვალეს მიზანშეწონილად, რომ მოემართათ კომისიისთვის, რათა კომისიას განეხილა ეს საქმე. მე ვფიქრობ, რომ განხილვით ყველა ადამიანს უნდა მიეცეს თავის ქვეყანაში წამოაყენოს, დააყენოს ის საკითხი, რაც მათ დააყენეს, რომ განიხილეთ ჩვენი საქმე და გვცანით ან არ გვცანით. აქ არანაირი იძულებას არ აქვს ადგილი, ან ცნობ ამას დევნილად, ან არ ცნობ პოლიტიკურ დევნილად. თქვენ იცით, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს მის უდანაშაულობას. ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი და არა კომისიის გადასაწყვეტი. ჩვენი გადასაწყვეტი იქნება ერთადერთი რამე, უბრალოდ კომისიის გადასაწყვეტი იქნება ერთადერთი რამ, გახდეს თუ არა ეს პროცესი საჯარო. მათ დარჩეს ის სტატუსი, რაც არის და დარჩეს ეს ყველაფერი, აი ამ მითების მიღმა, თუ ეს გავხადოთ საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს გახდეს, ესე ვთქვათ, იგივე სასამართლოს მსჯელობის საკითხი. აი ეს იქნება ერთადერთი ჩვენი გადასაწყვეტი.
თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითონ ამ იგივე იგორ გიორგაძეზე, ლევან მამალაძეზე გარკვეულწილად ის ფაქტი, რომ კომისია განიხილავს მათ საქმეებს, გარკვეულწილად ხდება მათი პიროვნებების ასე ვთქვათ ბრჭყალებში გათეთრება. განხილვის შემთხვევაში ვერ გეტყვით, სასამართლო განიხილავს ყველანაირ საქმეებს. მკვლელობის საქმეებს, გადაცემის საქმეებს, ტერაქტების, ღალატის და ასე შემდეგ. ეს არის წარმოიდგინეთ დაახლოებით ესეთი განხილვა უნდა იყოს ყველაფრის. არ შეიძლება ტაბუირებული იყოს რაიმე თემები. მით უმეტეს, როდესაც საზოგადოება არის ღია და საჯარო და დემოკრატია. როგორ შეიძლება ვინმე საქმე ან ვინმე საქმის განხილვა იყოს ტაბუირებული. 21 საუკუნეში არ მგონია რომ ეს მიდგომა სწორი იყოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის გამართლების საშუალებაც და თავის გამოვლენის და გამომჟღავნების უფლებაც. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ძველი საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც არსებობდა ეგრეთ წოდებული რაღაც კლიშეები და ადამიანები იმის მიღმა აღარ იხედებოდნენ რა ხდებოდა. ვფიქრობ, რომ დადგა დრო სწორედ იმისა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, კონდეს მას ინფორმაცია და სწორედ ამ ინფორმაციის ფუძველზე გამოიტანოს თავის დასკვნები. თუმცა ერთადერთ რამეში გეთანხმებით, იგორ გიორგაძესთან მიმართებაში არსებობს უფრო სხვა მიდგომები, ვიდრე ვთქვათ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დევნილობის აღიარება. ხო, ეს არის უფრო სწორედ სხვა თემა და არა ის, რომ ის დევნილი არის თუ არა. მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მისაღები არის, რომ რაც უფრო საჯარო, გახსნილი და ღია იქნება ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი თუნდაც ოდიოზური საქმე, ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი და მხოლოდ ამის მერე უნდა კეთდებოდეს შეფასება და არა ის, რომ ვიღაცა დაინტერესებულ ხელისუფლებას თუ ხელისუფლებაში მყოფ რაღაც ჯგუფს ქონდა ინტერესი რაღაცა მითი შეექმნა და მე ასევე მედია საშუალებები იყო მათ ხელში და შეეძლო ამითის, ასე ვთქვათ, ლობირება და მისი განვრცობა. არა, საჭიროა გქონდეს ყველანაირი ინფორმაცია. თქვენ გახსოვთ ალბათ, თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ თქვენი წინათაობის ჟურნალისტებს ახსოვთ ეგრეთ წოდებული შევარდნაძის ტერაქტი და ახსოვთ მასში მონაწილე ადამიანები, სანამ სასამართლო პროცესები დაიწყებოდა, იყო აბსოლუტურად სხვა მიდგომა და სხვა დამოკიდებულება და სხვანაირი გაშუქება, იგივე მედია საშუალებით, მაგრამ როგორც კი ეს პროცესები გახდა, ეს გადავიდა სასამართლო პროცესებში და გაიხსნა სასამართლოები და გახდა პროცესის გამჭვირვალე, თქვენ შეგიძლიათ თქვენი წინათაობის ჟურნალისტებს კითხოთ, როგორი 180 გრადუსით მოხდა ყველაფრის შეცვლა და დანახვა იმისა, რომ აქ იყო პირდაპირი დაკვეთები ხელისუფლების მხრიდან. აქ არ იყო არანაირი იურიდიული მტკიცებულებები. შეიძლება ამ ადამიანებს ჰქონდათ ჩადენილი აბსოლუტურად სხვა დანაშაულები, მაგრამ ის რისი დავად სასამართლო პროცესებში მიდიოდა იმ დროს იყო იმდენად დაუსაბუთებელი და უსუსური, რომ თვითონ სასამართლომაც ვეღარ შეძლო იმ განაჩენების გამოტანა, რაც რისი სურვილიც ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყო მაქსიმალური სასჯელები და ასე შემდეგ და ეს სასამართლომ ვერ გამოიყენა. იმდენად გამჭვირვალე იყო და იმდენად აქტიური იყო საზოგადოება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს სასამართლოები, ის რომ დღემდე აკრძალული ქონდათ ჟურნალისტებს სასამართლოებზე დასწრება, იყო კამერების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, უბრალოდ საერთოდ გააუქმება. ეს იყო სწორედ ხელის შეწყობა იმისათვის, რომ შექმნილიყო არასწორი მითები და საზოგადოების მართვა მომხდარიყო რაღაცა ერთი მიმართულებით. დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს, რომ ქონდეს მას მაქსიმალური ინფორმაცია და ჩვენ ყველანი ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ქონდეს ყველანაირი ინფორმაცია და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. დამნაშავე არასოდეს არ არის გვიან აღმოჩნდეს გისოზებს მიღმა. თავარია ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი მართლაც არის დამნაშავე და მის მიმართ არ იყო რაიმე პოლიტიკური ინტერესები. თქვენ იცით, რომ დანაშაული ეს ისეთი რაღაცაა, როგორც არ უნდა დამალო, მაინც ის თავის თავს გამოავლენს, გამოამჟღავნებს. ამიტომ ჯობია ჩვენ თვითონ ვიცოდეთ ამ ადამიანებმა რა ჩაიდინეს, რა დააშავეს და ეს ვნახოთ სასამართლო პროცესებზე, ვიდრე ვიცოდეთ ვიღაცის მოყოლით. როდის მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, ანუ რა ვადებში შეიძლება ველოდეთ უკვე მეორე ტალღის? იცით რა, რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებით, ეს გაცილებით მარტივია, თქვენ იცით, ხო? ჯერ ცნობილი საქმეებია და მე დევნილები ის არის, რომ აიღებ და არის დევნილი და მიიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმართა საკითხებს, აი ეს ამ ეტაპზე იქნება უფრო რთული. იმიტომ რომ
იმიტომ რომ ხო გითხარით რომ თუ წინა საქმეებში მაგალითად წინა სიებში 80%-ში პირადად ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი ადვოკატები იყვნენ ჩართული და ჩვენ ვატარებდით მონიტორინგებს ამ სასამართლო პროცესებზე ვესწრებოდით. ესენი განაუცნობი ხალხი არიან. ესენიც არიან ხალხი, რომელიც 7 ნოემბრის, 26 მაისის, 9 აპრილის აქციებში მონაწილე ხალხი იყო, მაგრამ ამ ადამიანებმა თავის დროზე დამალეს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. მაგალითად მოხდა ამ ესე იგი მიტინგების გაშიფრვა, იდენტიფიცირება ადამიანების და მერე მათ დაუწყეს დევნა. სამსახურებიდან გათავისუფლება, ოჯახის წევრების დაპატიმრება, ან მათი დაპატიმრება, მაგრამ მათ არ ჩათვალეს საჭიროდ იმ ეტაპზე, რომ ამაზე განეცხადებინათ. ამიტომ ჩვენთვის ეს უცნობი იყო. ჩვენ ვიცნობდით საქმეებს, რომელიც საქმიანაც თუნდაც ერთმა პირმა განაცხადა, რომ მე პოლიტიკურად მდევნიან, მაგრამ თუ არ განაცხადებდა პირი ამის შესახებ, ბუნებრივია, ხა 7 ნოემბერს 100,000-ობით მონაწილეს შენ ვერ დაუწყებდი დევნას, იმას მერე რა ბედი ეწვია, ხო? ამიტომ დღეს, როდესაც ამ ბედწვეული ადამიანები მოადგნენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ჩვენ ეს საქმეები არ ვიცით. ჩვენ ნამდვილად უნდა გავიგოთ, რომ ისინი ამის გამო არიან დევნილები. ანუ ჩვენ ახლა ხელახლა უნდა დავიწყოთ მათი საქმეების შესწავლა, ამიტომ ეს გაცილებით უფრო რთული მეჩვენება ვიდრე წინა საქმეები, რომელიც ჩვენ გავიარეთ. Вообще,